ნატა, დათო რატო არ წამოვიდა? ირაკლი ეძინა და აღარ გავაღვიძე. აჰა. ეს ანგარიში ირაკლი. ანგარიში. ეს კი პარკი მარიკა. მადლობა. მარიკა, რა არის ეს? რა პარკია? ირაკლი, იცი ქათამსაქ რა კარგად წავე? ოჩახ მარიკა? კიდე რითი გამაკვირვებ? კიდე ეკას რომ ახალი მეგობარი ყავს, იცი? რა? ერთი წუთი ნატა, რა? სოლომონივით მოხუცია ისიც? არ ვიცი, ჯერ თვითონაც არ უნახავს. არ უნახავს? ესე იგი, ისეთი მოხუცია რომ სახლიდანაც ვერ გამოდის. არა, ინტერნეტით გაიცნო. ინტერნეტით? ო, რა თანამედროვე მოხუცი ყოფილა, კეთავშე. ეკა უძახე, ეკა და აი. ერთი წუთი სანდრო, არ წამოხვიდე ძალიან გთხოვ რა. ერთი წუთი. უკაცრავად გინაცვალე. აი რა. ერთი წუთი ძალიან გთხოვ რა. ძალიან გთხოვ. მაპასიეთ რა, ამასავე გინაცვალე. სანდრო მოემზადე. აბა ეხა წამოდი. ეტა ჯენ ბაბე. აბა სუსტის კესის წარმომადგენლებს გამარჯობა. გამარჯობა სანდრო. სანდრო, ფეხზე რა მოგივიდა დაგჭრეს? არა რა იყო იცი? ფეხი ზომა დამავიწყდა. ჩეკმა უთხარი ორნაირი 43 და 41 და პატარა მომიჭირა. სხვა მოყევი, სხვა რა იყო საინტერესო ჯარში მოგეწონა? აი ზუსტად საჩემოა. ესე იგი არაფერზე ფიქრი არ გჭირდება. ყველაფერს კარნახობს უფროსი. მარჯვნისაკენ, დეკ, ნაბიჯით იარ და წეკ. მაგარი დატვირთვები იყო? კი, მაგარი ვარჯიშები. ესე იგი ჩავედით თუ არა 20 კაცი დაგვაყენეს. უფროსმა დაიძახა მარჯვნისაკენ, მე შევტრიალდი მარტო სწორად 19-ვე შეეშალა. მერე სანდრო? მერე ხო? მერე მეძახის უფროსიო. შენო ერთი აქეთ მოიწიეო. შენო მეტიო აღარ გინდაო. იმათ კიდევ მთელი კვირა ავარჯიშებდნენ. სანდრო და ავტომატის როლე? არა. უი, ერთხელ უნდა გავეყვანე პოლიგონზე. ხო და მაშინაც დამიძახა ამ უფროსმა და მეუბნება. შენო წადი წამოწექიო. სანდრო და ფიცი თუ დადე, ფიცი? ფიცი დავდე. აუ მაგარი. ესე იგი, ფიცის დადებაზე ყველას წააკითხეს დიდი ტექსტი. და მაგრა აწვალეს. მე მარტო ის მითხრეს. ფიცაო თუ რა მორჩი. მოვიზვიდე და მორჩი თუ კიდე უნდა წაგიყვანონ რეზერვში? არა, ეხა იცი რა არის? ეგეთ რეზერვში მე აღარ წავალ. მე ეხა უკვე ესეთ სხვანაირ რეზერვში წავალ რა. რანაირში? ირაკლი, ესე იგი ჯარის გაგებაში არ ხარ რა. მომისმინე ირაკლი. ომი თუ დაიწყო, ჯერ წავა რეგულარული არმია. ამად ზურგს უმაგრებენ რეზერვისტები. მერე თუ ძალიან გაჭირდება, მიყავთ მოხუცები და ქალები და თუ მთლად საშველი აღარ იქნება, მე წამიყვანე. ირაკლი, რა მინდა გთხოვო? გამომართვა. არა ირაკლი, წვენი მინდოდა მეთხოვნა. წვენი. მაპატიე, ნატა ამ ფრაზაზე უკვე პავლოვის ძაღლი ვითვალ.
საწავ. მარიკა. ირაკლი. მარტოა. ეგრე რა იქნება ტრუსი კითმი და გავიგე. დათო ჩვენ ბარში ჩავედით სასაუზმოდ. ირაკლი. რა მინდა? გამარჯობა. გამარჯობა. პატრონი დათო ალექსიძე აქ ცხოვრობს? პატრონი დათო ალექსიძე. მაშინ ბატონო დავით ბარში გაწყვეტის უწყებაა. ეს 18-იანი რომ არის, ხო? არა ბატონო დავით. წელიწად ნახევრიანი. ირაკლი ჩხეიძე ვარ მე, ირაკლი ჩხეიძე. ექიმი ირაკლი ჩხეიძე, პროფესორი ირაკლი ჩხეიძე ვარ მე. მობზანდით. აი ეგ დაბზანდით, რას დალევთ? დღეს დიდი დღეა, დიდი ბუე. მარიკა პერანგები გამიუთოვე რა. სიხ. ექიმი ბზანდებით არა? დიახ. იცით ბატონო ირაკლი ამ დროს რაღაც კუჭის მჟავიანობა მომემატა და ალბათ გასტრიტის ნიშნებია. თქვენ რას მიგჭებთ? წვნიანი უხდება მაგასთან ის კიდე ციტრამონი. ციტრამონი? ო, კარგი, ასაგებია. აი ეს დათო მიქელაძე ვინ არის? ალექსიძე. უკეთრავად, ხო, ალექსიძე ვინ არის? ეს რა არის ისეთ დათო ალექსიძე არის ჩემი ცოლის ბიზაშვილი და ჩვენთან ცხოვრობს. თქვენ საიდან მიაგინეთ? ჩაწერილი სადაც იყო იქ მივედით. და ვიღაც ქალმა მომცა ეს მისამართი. სიდედრი ვარ დათოსიო. აი იმ ქალმა ისიც მითხრა რომ დათოს ძალიან უნდა ჯარში სამსახური. ძალიან არა ის კიდე. თამარ, გააღე კარი ეხლა ვინ გაგიღებს? კეთება. ნესტანია მესამე სართულიდან. ვაიმე რა უნდა ეხლა მაგისთვის ცალია. მაცადე. გამარჯობა. ვაიმე იცით რა სამსახურიდან დამირეკეს საგანგებო თათბირია. 7 საათამდე ბავშვს ვერ დაიტოვებთ. ეხლა იცით რა არის ჩვენ გავდივართ ხო ქეთევა? ხო გავდივართ. ხო და ვერ დავიტოვებთ იცი რა ლიფტის ფულს წინასწარ დაგიტოვებ. თამარ, იცი რა აი ივლისის და აგვისტოს. რა პრობლემაა დატოვე. კარგი, აბა კარგად იყავი. ესა და ბავშვი? ხო, შემოდი, ვაინიკო. შემოდი, აბანიკო. მოდი, აბა დაჯიქინიკო, რა საყვარელი ხარ. რა ლამაზი ხარ, რომელ კლასში გადავედიო პატარა? წესით მე-4-ში უნდა ვიყო, მაგრამ ექსტრენად უკვე მე-7-ში გადავედი. რაც დედმამა ის შვილი, ცარიელი ტრაბახი. აბა ელენიკო, ეხლა შენ უნდა ისადილო, ხო გშია? მომისმინე? აბა რას მირთმევ? შემწარი კვერცხი და ღორის ხორცი? თუ ნაყინი და შოკოლადი? არც ერთი. ღორის ხორცში და კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და ჯანმრთელობისთვის ცუდია. ნაყინი ყელს მატკენს, შოკოლადი კი კოფეინ შეიცავს და მისი მიღება არაა სასარგებლო.
თამარ, ეს ყველაფერი ამან თქვა თუ კიდე ვინმე არის სახლში? ქეთევან, რა კარგად ჯღურტულებთ. ეხლა იცი რა გაკლია? კაცის ხმა. აივნიდან შემოგძახოს ბავშვი დააძინეო და რაღა გინდა სრული ბედნიერებისთვის. ეხლა ვისწავლოთ ლექსი. ვიტყვი და გაიმეორე. ფისუნია კატა მაგიდაზე ახტა. არ მომწონს ეგ ლექსი. მე ის უფრო მომწონს. მირბის მიმაფრეს უგზავნო ჩემო. უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი. გასცი ქეთევან, რა თაობა მოდის? გიჟდებით ერგდალეულებზე. ბარდაშვილი არ იყო ცეგდალეული? რა თაობა მოდის სიტყვას არ შეგარჩენს. ალო? ხო ბელა, ხო, როგორ ხარ? რა ვიცი, ჩვენ არა გვიშავს კი, თამარი კარგად არის. ხო, მშვიდობაა კი, რა? მართლა? კარგი, ბელა, ეხლავე გამოვარდებით. თამარ, რა, ბელას პადრუგას ახალი ნომერი მიუღია. წავიდეთ, ხო? ეს ვის დაუტოვოთ? რას დაიტოვე? შენ დაიტოვე. კარი რატომ გაუღე? ვაიმე, ვის დავუტოვოთ ეხლა ბავშვი, ვის ეცლება? სანდროს? დავურეკა, მოიცა. ელენე, ეხლა ჩვენ გავალთ. სანდრო მოვაქ და ჩვენც მალე მოვალთ, ხო? ცოტა ხანი მასთან ეყავი, ხო? ხო. ამოვალო, იმასაც ამოვიყვანო. თეო. ელენიკო, ჩვენ ეხლა გავიქცევით, რაღაც საქმე გვაქვს, ხო? შენთან სანდრო და თეო ამოვლენ. ყურადღება მიაქციე, რამე არ მოიწიონ, ხო? კარგი, ელენიკო. რა მინდა გთხოვოთ, იქნებ არ წავიყვანოთ დათო ალექსიძე ჯარში? რატო? რატომ და აი რა უნდა გაკეთოს კაცმა რომ დაიწუნოთ? არა, დაწუნების ბევრი მიზეზი არსებობს. აი მაგალითად ჩვენ ჯარში არ მიყვავს ადამიანები, რომლებიც 50 კილოზე სუბუქები და 130 კილოზე მეტნიარი. და თუ ხატორია? ხატორი რა შოში? ცუდი მხატვარი თუ? მაინც მიყვავს. აჰა. ეხლა მე ზუსტად ვერ გეტყვით დათო ალექსიძე როდის მოვა, შეიძლება არც მოვიდეს, მაგრამ მე გადავცემ რომ თქვენ აქ იყავით. გადავცემ. კარგით, ბატონო ერაკლი, აუცილებლად გადაიცით, რომ გამოცხადდეს, თორემ ხო იცი დეზერტირობა კანონით იჯება. და ის რომ მაგარი რაღაცა მოვიფიქრე. დათო ალექსიძის მაგივრად მე წამიყვანეთ. ირაკლი ალექსიძე წაიყვანეთ ჯარში. იცით რომ კი არა და რომ მოვალ თქვენ უფრო კარგად იცით ის წაიყვანეთ, ანუ მე წამიყვანეთ ჯარში ირაკლი პროფესორი. ეს ბატონო ირაკლი თქვენი პატრიოტული სულისკვეთება, მაგრამ მე ამჟამად დათო ალექსიძე დავარ და გადაიცით, რომ აუცილებლად გამოცხადდეს კომისარიატში ან სამხედრო სამედიცინო შემოწმებაზე. პირდაპირ. კარგად ბრძანდება. სულისკვეთ. უგაცრავად. კარგად ბრძანდება. მარიკა. რა არის? დათო.
უნდა? აი მე უკან ხوارამი მოყვებოდათ. ჰა? არა. ხო კარგად ხარ? რა მოხდა? კომისარიატიდან იყვნენ. ჯარში მივყავარ წელიწადნახევრით. ვაიმე დათო რა უნდა ქლეცა ხვალ? საწავად ნატა მე ოჯახს ვინ შეინახავს? ხო, შენ ოჯახს შენინახავ, ხო? ოცნარს ვიკითხავს ირაკლი ყოველ დღე. გათო, მე მგონი წელიწად ნახევარი დიდი დრო არ არის. რა მარიკა დავიღუპე დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ბავშვი ჩემს გარეშე დაიბადა. ჩემს გარეშე ისწავლის სიარულს. ამ ოთახსაც დავკარგა. რაცა მომადა? ირაკლი დამპირდი რომ დამელოდები. რა და ჩემს გარდა არავის არ შეუშვებ იმ ოთახში. კარგი დათო რა ნუ სულელობ რაღაცას რა. ისე უკვე წარმომიდგენი ხარ ჯარში რა სასაცილო იქნები? რატო? რატო და ესე რომ მიხვალ უფროსთან და რო ეთქვი უფროსო ლეიტენანტო რა მინდა გთხოვ? დათო რაღაც მოვიფიქროთ. რა? სადმე რო წახვიდე ცოტა ხნით. მართალი მარიკა ბაბუა ჩემის ნაქონ თოფს ავიღებ და წყეში გავიხიზნები 1-3 წლით წავა. ხო, ეგრე ქენ. ჰა? დათო მაგას არ ჯობია ავტომატი აიღო და ჯარში წახვიდე? წელიწადნახევრით. ხო. რა ირაკლი მოვიფიქრე. რომ მოვა კომისარიატიდან ის კაცი მე ვეტყვი არ ცალია თქო. ეგ როგორ და ხომოვა ის კაცი და კომისარიატიდან და მეტყვის რომ დათო ჯარში უნდა წაიგუგაც ბატონო დავით ჯარში უნდა წაგიყვანოთ მე ვეტყვი ერთი წუთით მე აქ რაღაცებს ხატავ და არ ცალია თქო ვეტყვი. დათო ისე ჯარში არ წაგიყვანენ თუ დათანხმდები რთულ პირობებში მუშაობაზე. ხო, აი მაგალითად მაღაროში, ანუ სადმე რადიაციულ ზონაში. მე რადიაცია არ იმოქმედებს ირაკლი ჩემზე? შენზე არ ვიცი დათო, მაგრამ აი სანდროს შემთხვევაში შეიძლება დადებითათაც იმოქმედოს რადიაცია. კარგი რა ირაკლი რა. ასეთი რაღაცა დამატკლა თავს შეკიდე ხუმრობ. კარგი რა დათო რა, ნუ წუწუნებ რა. მომისმინე? ჩვენ ასე მოვიქცეთ. შენ ხო დაგიბარეს სამედიცინო შემოწმებაზე? დღეს მივიდეთ ერთად და იქ რაღაცას დაგეხმარები და მოგიხერხებ. მარიკა, ისე ოჩახ ამ თავრობას. ჯარსაც მიხედეს და ჩვენც მოგხედეს. ძალიან მაგარი მულტფილმია. ნახე, ხა ყველს მოიფარავს. გიშდები. მორჩი მეცადინეობას. დიახ, მორჩი. ელენე. კიდე რამე ვითამაშოთ? აბა სკოლაში რას თამაშობთ ხოლმე? ქალაქობანას. ქალაქობანას? ეგ მაგარია, თეო ვითამაშოთ? კი. ვიცა? აი. პასტა და ფურცლები გვაქვს. აბა. ესენ, ესმე. დავწეროთ, ხო? ქალაქი, ისე იგი ლოდოში თუ ქალაქობანას თამაშობდი ხო? ქალაქი, ქვეყანა, ცხოველი. დავიწყო? დავთვალო? A B G D Stop. D არის ერთ წუთში ვკითხულობთ. მორჩა დავიწყოთ. აი, დავიწყოთ. ქალაქი. დუბაი.
მეც. მეც. 5 ქულა. ქვეყანა. დანია. მეც. მეც. 5 ქულა. ცხოველი. დათვი. დინოზავრი. დევი. 10 ქულა. მოიცა. ერთი დევს რომელ ტყეში ნახავ ეხლა? და დინოზავრს სად იპოვი? კარგი, 10 ქულა. 10. კომპოზიტორი. დებიუსი. მეც. მეც. ისე სად გამახსენდა რა? რა დაწერა მაგან? ფრანკი კლასიკოსი იყო. ბიზეს რაველის და დებიუსის გარდა ფრანკებს მუსიკაში არც არა მეხოლიათ. ისე შენ რო იცოდე თეო მაგრა ერკვევა მუსიკაში, მუსიკალური სკოლა აქვს დამთავრებული. უთხარი ერთი კლასიკური მუსიკა რას ნიშნავს? აგიხსნი ელენიკო. კლასიკური მუსიკა არის აი მარტო სიმღერა რო არა ტექსტის გარეშე. მოგითხარი ერკვევა თქო, მე უფრო ჯაზი. აღარ მინდა ეგეთი თამაში. მაშინ ჯერ თქვენ წაიკითხეთ და მე რა წავეკითხა. კარგი. მიდი. მცენარე. მცენარე სანდრო. ელენე პასტა დაგივარდა. მცენარე დაბწა. მეც. მე დაფნა დაფწერა მცენარეა. შენ რომ კლასში ხარ? მე-7-ში. ხო და მაგას მე-9-ში სწავლობენ. მომისმინე ელენე, ესე იგი, დაბწა ერქვა კომუნისტების დროს. მერე ეს კომუნისტები რო წავიდნენ, ხო გადაერქვა კომუნისტური სახელები და მერე დაერქვა დაფნა, გასაგებია? აღარ მინდა ეგეთი თამაში. გააღერა კარები. ალო. კი, აქ ვარ. იმათ ეკონომიკას კაზეზარი იყო და იქით გაიქცე. ვინიკო? თამარი იყო მალე მოვა. ახლა იცი რა ვქნათ? ზეპირი ქალაქობანა ვითამაშოთ, თორემ სულეთნაირებს წერთ. ზეპირი ეგ როგორ? მაგალითად, A-ზე ჩამოთვალოთ ქალაქები და ვნახოთ ვინ მოიგებს. გაიგეთო? კი, მე ვიწყებ ამერიკა. ამერიკა ქვეყანაა. ქალაქიცაა სანდრო, ვისკონსინის შტატია. მე ვიტყვი ადელაიდას. ხალციხე. ამერიკა უკვე იყო? იყო. ამსტერდამი. იქ სწავლობდი. ანკარა. რო? ანკარა? ანკარა რა ის კიდე. კაი, სანდრო, რა მოგივიდა ბავშვია და ჩაუთვალო. ანკარა როგორ ჩაუთვალო? კაი, მაშინ ის ამაყი. ეგეთი ქალაქი არ არსებობს? მოიცა, ანკარა თუ არსებობს, ამაყმა რა დააშავა. კარგი, ატმორი. რა მაგარი ხარ? ეს ის არ არის ატმორი სადაც გამოიგონე? ანტენა. ანტენა იქ გამოიგონეს. ირაკლი. დამოვიწყდა და კიდე გამახსენე რა ერთხელ. აი ეს როგორ უნდა უთხრა ეს ტყელი ტერფი მაქვს თუ ტყელი ტერფები, ჰა? შენ ნურაფერს ეტყვი დათო? მე გვერდზე ვარ და მე ვილაპარაკებ. მიდი. და ანკეტა მომეცეთ თქვენ და პერანგი გაიხადეთ. პერანგი გაიხადე. ეს ეთყობა მეგობრის მაისური კაცია, ხო? დიახ. აბძამეთ.
სახელი გვარი? დათო ალექსიძე. დათო. ხო გაგიგონეთ როგორ ამბობს? დათო დათო. ენა ბლუა ცოტა. ერთი წუთით გავარკვევთ. უკაცრავად. ბინა რა ნომერი გიწერია თუ ვერ გავიგე ეს რა არის? ეხლა ირაკლი შენი ბინა რა ნომერია? 36. აჰა, 36A. 36A. ოჯახური მდგომარეობა? ოჯახო ეხლა რა ხდება? მე ვარ ცოლს გაშორებული. დიახ, და ვცხოვრობ ბიძაშვილის მეუღლის სახლში ჩემს ცოლთან ერთად. ცოლთან ერთად? დიახ. აბა განქორწინებული ვარო? განქორწინებული ვარ. მაგრამ ეხლა ბავშვს ველოდებით დღე-დღეზე და ვცხოვრობ ჩემი ბიძაშვილის ქმრის სახლში მეუღლესთან, ჩემს ცოლთან ერთად. ერთ წუთით გავერკვე. თუ თქვენი მეუღლე ფეხმძიმედ არის. დიახ. განქორწინებული არ ხართ. აჰა. და დღე-დღეზე ბავშველოდებით. ბიძაშვილის სახლში რატომ ცხოვრობთ? ხო გეუბნებით ბატონო, არ შეიძლება ამის ჯარში წაყვანა. ვერადე ცოტა, ვერადე. უკაცრავად. კარგი, შემოსავალი რამდენი გაქვთ? შემოსავალი 600 ლარი. 600. ერთი წუთი გავარკვევ. რა? რა ირაკლი ყოველდღე 20 ლარს ხო გაქვთ მე? ხო. ხოდა თუ შეგერ გამოდის რა? გამოდის. კარგით, აი ეგ გვერდზე მიბრძანდით. დიდი მადლობა ბატონო. არაფერს. მადლობა. თქვენთან ვართ. დათო ალექსიძე ხო? დიახ. აქ დადეკით, აქ წონით. უნდა აწონოთ? დიახ. და 130 კილოზე მეტი თუა იწუნებთ ხოლმე, ხო? დიახ, ვიწუნებ. აჰა, ძალიან კარგი. ფეხი აიღეთ რა თქვენ? ფეხი აიღეთ. ბრძანეთ? ფეხი აიღო, ფეხიო. აჰა, ფეხი. რა რიცი? დილიდან მაქვს დაბუჟებული. ხო და, აი, ვერ ვზნობ ხოლმე სად დგავ. პროთრომბინი მაქვს მომატებული. პროთრომბინი. თქვენი გდაბძანდით სკამზე, რომელიც უკაცრავად. ცალთვალზე აიფარეთ ხელი და მითხარით რგოლი რომელ მხარეს არის გახსნილი. მარცხნივ, მარჯვნივ, ქვემოთ, მარცხნივ. მოდი. შენ რა გინდა დაგიწუნონ გინდა თუ თავდაცვის მინისტრობა გინდა? დედას ფისავარ ვერ ვხედა, უბრალოდ ჩემი ბედი ხო იწერა, ყველა გავარწე. სალომე, გამარჯობა. გამარჯობა. აბა, რას მირთმევთ? როგორც ყოველთვის. კარგი, ხა ყავას ახლა მოგიტანთ და მარიკა ქათავს ცოტა დააგვიანდება რა. ანა ნობა გითხარი, სად დაიკარგე? აი მეგობრებო, ბებია ჩემია ცუდად იცით. სიბერის ბრალია ყვეტყობა, სკლეროზი დაეწყო. ხო და აი რა ვქნა, არაფერი არ ვიცი, მიხვდი მირჩიეთ რა რამე რა. ეკა, შენ გეკითხება სკლეროზიო, სიბერეო, ეგენი შენიცი. დანა როდის დაეწყო სკლეროზი? დაეწყო აი სადღაც ერთი კვირა აი ეს. ერთი კვირა. ხო, მოიცადე და ეგრე უცებ შეიძლება სკლეროზი დაგეწყოს? მე რა არის მარიკა, ჩემ მეგობარს იცი რა დაემართა? ქორწილის დღეს საქმრო წაიქცა, ეგრევე ამნეზია დაემართა. ანანო. უი მეკ. და ეხლა ვერავის ცნობს და არაფერი ახსოვს. არა, ცნობით როგორ არ ცნობს. უბრალოდ აი ნახველები რომ მოდიან, ყველას ურიგებს ფულს, რა თქვენი ვალი მაგ და უნდა დაგიბრუნოთ. აუ ეგ დათოს არ უთხრა რა, თორე ვეღარც მოიშორებთ. ხო, ეკა. და მე კიდე რა ვიფიქრე, იცი ეკა. აი იმ დღეს მოხოცი ბაბუები იყვნენ მოსულები თავისი მეგობრები, ეს ჭაღარა მაღალი ბაბუები, აუ სად არიყავი ეკა.
იცი რა ანა, ეგეთი კაცები აღარ მაინტერესებს. ხო გითხარი არა? აბა როგორი კაცები გაინტერესებს? ავიცი, მარიკა, ჯერ არ ვიცი. Skype-ით გავიცანი ერთი ბიჭი. ალბათ ესე მაღალი, ქერათმიანი, ცისფერ თვალება, სიმპათიური, ჭაღარა მხრებში მოხრილი კაცი. ვიცა მარიკა, ვიცა Skype-ი უკვე საინტერესო, მაგრამ ნანახი არ ყავს, ხო? იცი რა ქენიაკა, იცი სად შეხვდი? აი, ვაკის პარკში მოხუცები, ჭადრაკს რა თამაშობ. ირანა, აღარ მოგბეზი და. რატომ მომბეზრო სასაცილოა და? ისე სხვათა შორის საჩუქრებსაც მიგზავნის. ყვავილებს, ტკბილეულს. ხო, ისე მაგასაკში მაგათ ტკბილეული ჯიბით დააქვს. ხო, ვერაფერს გეტყვით კაცი რა. კარგი, ხარ გეწყინოს. ჩემთან ამოდით, მე რამეს მოვამზადებ. კარგი, ამოვალთ. ღონდიცი რა მარიკა, არაფერი გამოაცხო, კარგი? რა უნდა გამოვაცხო? ცდაის აპარატს ან ჟანგბადის ბალონს დავახვედრებ. საბოლოო პასუხისთვის გვერდზე მაგიდასთან მინდა. გვერდზე მაგიდასთან, დიახ. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. დათო, ეს არის ახლა ჩვენი ბოლო შანსი. უნდა გამოვიყენოთ, მიდით. მიდი. გამარჯობა. თქვენთან გამოგვიშვა. ყველაფერი კარგად არის, გასაგებია, გასაგებია. თქვენ ანზორ ხინთიბიძე არ ხართ? ნუგზარ ხინთიბიძის ბიჭი. დიახ. დიდებული კაცია მამა თქვენი. არაჩვეულებრივი. გმადლობთ, აქ ყველაფერი ნორმაშია. რა არის ნორმაში? მე მკურნალობდი მამა თქვენს. თვალი არ მომიხუჭავს 5 ღამე. იცით როგორ მკურნალობდი? თქვენ მკურნალობთ მამაჩე? დიახ. დიდი მადლობა. აქ ყველაფერი ნორმაშია, ეხლა მე ხელს მოვაწერ და თავის ხლებებთ. ხელი აიღე, ნუგზარ ხინთიბიძის ბიჭო. მე და მამა თქვენს ისეთი მეგობრობა გვაქვს, ბუნებაში რო არ არსებობს. რა გნებავთ, ვერ ხვდები. რა მნებავს და ამის ჯარში წაყვანა არ შეიძლება. რატო? შეგედეთ, ეხლა ამის ჯარში წაყვანა შეიძლება? რატო ვითომ? ძიმე შემთხვევა ვარ. რამდენი ჩენაერი მძიმე შემთხვევები ჩვენ ქონია, რა ერქვა იმ დღეს იმას, კაცო, რო არ გაუშვით. სანდრო, მახარაძე. ვერ შემოგედავებით ბატონო. მაგრამ ასე მე და მამა თქვენის მეგობრობის წყალში გადაყრაც არ გამოვალ ამაზე. რა ვქნა ბატონო, ეხლა მე რამე საბუთი ხო უნდა მქონდეს, არა ვარგისიანი ჩავწერო, ჰა? საბუთი გნებავთ? კი. ერთი წუთი, დათო მომეცი. მომეცი. აი ბატონო ჩემო, ნახეთ. აი თქვენს დაათვალიერეთ. გენაცვალე გამომართვი. აი ეს სუამის დახატებია ბატონო. სუამის დახატებია. ვაიმე ნეტა როგორ არიან? ცოტა დავწნარდი კარი ადგილზეა. ვაიმე ამას შეხედე რა. ბიკა ციგანოვა რა დღეშია. მოდი შევიდეთ, მოდი. დაშვებით? დაშვებოდა? კარგად იქცეოდა კაი ბავშვი. არა, შენ გეკითხები, ელენიკო. კარგი იყო, მეც კარგად გავერთე. ხვალ ეზოში რომ ჩავალ, ყველას მოვუყვები. ელენიკო, მართლა მოგეწონა? კი, მაგარი ტიპები არიან. ნეტა მაგათი ბავშვი მანახა როგორი იქნება. ბაიმე! დედიკო მოვიდა. მოვედი. სანდრო, მომეთ შემეციგნი. ხომ არ შეგაწუხათ? აი მე არა, გადასარევი ბავშვია, მაგრამ ძალიან უჭმელი. ვერაფრით ვერ ვაჭამეთ საზამთრო. საზამთროზე როდის თქვი ვარი? რა საყვარელია, რა ხსოვს. არა
უშავს, არა უშავს. სახლში ისეთი უჭმელია, რა უშავს. დე, გახსოვს რომ შევპირდი, თუ ხლონტებთან დარჩები, რასაც გინდა იმას გიყიდიო. კი, მახსოვს. რა გიყიდო? აი ესეთი, რაღაც პატარა. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით და ესე პატარა. რა უნდა უთხრა, დედიკო? ბიჭო. კარგი, ჩვენ წავალთ, ხო? კარგი. ეხლა ჩვენ კი დავიტოვეთ. მაგრამ ხა ესე არ არის ხოლმე რაღაცნაირად უნდა დავაბალანსდრა. იცით რა, სექტემბერში ალბათ ზღვაზე წავალთ და სექტემბრის ლიფტის ფულს დაგიტოვებთ რა. კარგად იყავით, დიდი მადლობა, მადლობთ ნახვამდის. ძლივს არ გიხდათ. არავინ არის. აი დათო, ეს არის სიწყლარე. რა? რა არის სიწყლარე? აი ეს არის სიწყლარე. რა მაგარია. ირაკლი, დაქენით? სულ ეს იყო სიწყლარე? არაფერი, მარიკა, ყველაფერი კარგად არის. დაიწუნეს ხო დათო? ეგრეც ვიცოდი რომ დაიწუნებდნენ. ნადა! დაიწუნესო, შენი ქმარი, დაიწუნესო! დათო იყავი, შენ საჩეგიძლია მაგდენი მოძრაობა. შენ ხომ არა ვარგისიანი ხარ. გაუმარჯოს. სანდრო? მოიცა, შენ მეორე ფეხი არ გტკიოდა? არა, ირაკლი. არა, მაშინაც მეორე ფეხი მტკიოდა. მოდი, დაჯექი, მოდი. სანდრო! იცი სანდრო დათო რომ დაიწუნეს? მართლა? გაგიზდები. მე ჯარში გამიშვეს და ეს დაიწუნეს. მიხვდი ხო? მიდი, ნარდი გამოიღე ვითამაშოთ. არა, ნარდი, კიდე ქალაქობანას გეთამაშები. ოღონდ აზე, თზე და ხო, დზე. თანებაზე, მაზიანზე გეთამაშები. ნახე დღეს რა საათი მოვიგე? კეთება, ნახე. რა მოიგე, სანდრო, რა მოიგე, გამაგებინე ბავშვმა დღეს ყველაფერში მოგი. ეგ თავიდან თქვენ მაშინ არ იყავით, მე ხელის გადაწევაში მოვუგე. მანამდე მაგრა გამამწარა. ეს ის მაღლაკელიძეების ბავშვი, ხო? ხო, გუშინ მე ვეთამაშე ჯეირანი და 5 ლარი მომიგო. მე დავახებ. გამარჯობა. შემოდი საბა, შემოდი. გამარჯობა. გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია საბა. აჰა. ეხლა ამას მართლა საბა ქვია თუ? აბა რა უნდა ერქვას? რომ ვიცი, აპოლონი ან სამსონი. არა, იცი მართლა საბა ქვია. საბა, გაიცანია, ეს არის ირაკლი. გამარჯობა გელასვალე, სასიამოვნოა. დაბძანდით, აი, გაისაუბრეთ ბევრ საინტერესოს კიდე ქალაქობანა ვითამაშოთ? არა. დზე. არა. ეკა, როგორი დამთხევა? დღეს ჩვენს დაგვიტოვეს ბავშვი მოსავლელა. მარიკა, სირცხულია დასალევი მომეცი რამე დროზე რა. ეხლა სოლომონი რო იყოს ნარც ვეთამაშებოდი და ამას ახლა კუკუ დამალობანას მოავეცი. მე გიწონებ არჩევანს ეკა. ნამდვილად გიწონებ. ახლა ჩვენ დახოსაც ეყოლება ბავშვი და მე ესე ერთად ითამაშებენ. ჩიკები მომეცი. ეკა, რაღაც მინდა გკითხო. რა? ირაკლი, პენსიებს როდის არიგებენ? რა პენსიებს, სანდრო?
რა ვიცი, სოლომონზეს უგეცინებოდა. საბა რა საქმიანობ კი არა და ის რა გინდა რომ გამოხვიდე? იურიდიულზე ვსწავლობ, მამა ჩემიც იურისტია და. კოლეგები ყოფილ ხარ, სანდრო. ესე იგი, მამაც იურისტია, ხო? რამდენი წლის არის მამა? 52. 52. ეკა, შენ იცნობ საბას მამას? ჯერ ირაკლი. არა. საბა, განაცვალე. ნუ იჩქარებ მაინც, არ გააცნო. აწონდაწონდეთ ყველაფერი და უკაცრავად. მოდი. კაი გოგო ხარ. ახლა მე მინდა ერთი ძალზედ ლამაზი და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. იქნება არ იყოს საჭიროა? გვინდა სადღეგრძელო გვინდა, რა გამახსენდა დ-ზე იცი სადღეგრძელო? დ-ზე როგორ არ ვიცი სანდრო სადღეგრძელო, მაგრამ აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა უნდა ვფარდოს? გამახსენდა. აიღე? ჩემო საბა. გისმენთ. იყო და არა იყო. ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა ერთი ჯადოქარი. ამ ჯადოქარს მაღალ კოშკში 3 მზეთუნახავი ყავდა გამომწყდეული. აი მინუსი აშინე ირაკლი. ჩემო საბა, ახლა მინდა კიდევ ერთი ლამაზი სადღეგრძელო შევსვათ. იცი რა ირაკლი, მე მგონი აღარ არის საჭირო, ჩვენ უკვე გავალთ. გავიდეთ ხო საბა? ხო, ჩვენ გავალთ. მიბძანდებით. დიდი მადლობა. როგორ გეკადრება, გენაცვალე? მადლობთ. წამოდი საბა. ნახვამდის. დიდი მადლობა. მადლობთ. ეკა. მე გაგაცილებ, წამოდი. აი წამოდი. ეკა. ეხლა ამას რო დააძინე, გამოიპარე მერე და საღამომდე ვილაპარაკო. მარიკა, დიდი მადლობა, გავიქეცი. კარგი, ხო. ეკა. ხორცილს თუ დააპირებთ, აუცილებლად შემატყობიდე. ხო იცი, ნაცნობი მყავს მაკდონალდში და მადლობა ირაკლი. მარიკა, მაინც რა არის არა ბავშვი? როგორი სიცოცხლე და სიხალისე შემოიტანა ოჯახში. უკაცრავად, ისე მე გაწუხებთ ბატონო ირაკლი. დათო ალექსიძე. დათო არ ალექსიძე დია. როგორ ვარ? დილით? ირაკლი არ იყავით ექიმი? დილით სხვა დრო იყო. ეხლა სხვა დროა. მე დათო არ ალექსიძე მხატვარი. აი, შეგდეთ? აი, შეხედეთ? დათო ალექსიძე არ არის ვარგისის სამხედრო სამსახურისთვის. კიდევ. ძალიან კარგი იქნეს რომ დაგიწონეს. მაგრამ მე სხვა საკითხზე ვარ მოსული. ხო არ მასწავლი საცხოვრობს თამაზ და დედევან ღლონტები. ღლონტები? თამაზი და გედევანი? კი, როგორ არა? დაგეხმარებით, სიამოვნებით. აი, აქ ცხოვრობენ. დიახ, ოღონდ რჩევას მოგცემთ. ესენი ჩემზე უარესი მატყუარები არიან. შეიძლება თავი გაასაგვონ როგორც გოგოები. დები. არ დაუჯეროთ. აუცილებლად წაიყვანეთ ჯარში. დეზერტირები. უკაცრავად, დიდი მადლობა.